თელავში საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ შრომის კანონმდებლობის გარკვეული მიმართულებები დასაქმებულის ინტერესების სასარგებლოდ იცვლება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა დღეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, ცვლილებების შეტანის შემდეგ შრომის კანონმდებლობა მთელი რიგი მიმართულებით დასაქმებულის ინტერესის სასარგებლოდ იცვლება. კერძოდ იცვლება დროებითი შრომის უნარიანობის ვადა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. აგრეთვე დამსაქმებელი ვალდებული ხდება დასაქმებულს ხელშეკრულების მოსვლის შემთხვევაში წერილობით წინასწარ შეატყობინოს. დამსაქმებელს უფლება აქვს ჩემს შესახებ რაღაც გარკვეული ინფორმაცია შეაგროვოს, გამომკითხოს, ან გასაუბრებელს. აი ამ მომენტში სანამ ის ხელშეკრულებას გამიყვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შრომის კოდექსში მომზადდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ განთავისუფლების შემთხვევაში დასაქმებულის მოთხოვნის დროს დამსაქმებელმა უნდა მიუთითოს განთავისუფლების მოტივები და საფუძვლები, რაც მას შემდგომში საფუძველს მიცემს სასამართლოში ეფექტურად დაიცვას თავი. ახალი კანონპროექტის მიხედვით მნიშვნელოვან რედაქტირებას განიცდის 37 მუხლი, რომელიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შეეხება. ცვლილებების მიხედვით დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. შრომის კოდექსში უქმდება 37 მუხლის ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმებულის უპირობოდ გაშვებას სამსახურიდან, რაც ძალიან ხშირად იქნა პრაქტიკაში გამოყენებული. ცვლილებების მიხედვით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება სავალდებულო გაზრდილი ტარიფით ხდება, თუმცა ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურება სავალდებულო კვირაში მხოლოდ 48 საათს მიღმაა გათვალისწინებული, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო კვირა 41 საათით განისაზღვრება. მნიშვნელოვანი ცვლილებებია ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით, სამუშაო დროსთან დაკავშირებით. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ცვლილებები გარკვეულწილად პოზიტიურია და აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, თუმცა არის ცვლილებები, რომელიც გარკვეულ უხერხულობას შეუქმნის როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს. კერძოდ ეს შეიძლება შეეხებოდეს სამუშაო დროის განსაზღვრას 37 მუხთან დაკავშირებით, რადგანაც ამ შემთხვევაში ნებისმიერ დამსაქმებელს შეეძლო უპირობოდ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გამოეშვა დასაქმებული. ეს იქნებოდა ინტელიგენციის წარმომადგენელი თუ არ აქვს მნიშვნელობა. ამჟამად რომელიც შრომის კოდექსიც მუშაობს, საშინელებაა პირდაპირ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ასე ვთქვათ, ისე რომ უშვებს დამსაქმებელი დასაქმებულს. ამჟამად ამ პროექტში ცოტათი მაინც გაუმჯობესებულია, რაღაც შეთანხმებაა წინასწარ. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.